ჩვენი სამინისტროსთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ჯანდაცვის სისტემაში და იმავდროულად ამ ყველაფრის განხორციელება რეგიონებში. განსაკუთრებულად საინტერესოა ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ამჟამად ბათუმში და რომლის მიზანია, რომ ძალიან მძლავრი, დიდი დაწესებულება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება ჩამოყალიბდეს მაღალი დონის ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და იმავდროულად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სერიოზული სერვისების მიმწოდებელი პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. იმავდროულად, იქვე გასწვრივ პრაქტიკულად ხორციელდება მეორე პროექტი, რომელიც უკავშირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ქალაქის ცენტრში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი რეაგირებისთვის არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქალაქის შუაგულიდან პრაქტიკულად ხორციელდებოდეს დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად იმ საჭიროებების მიწოდება, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო სერვისის სახით შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებოდეს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ბატონ მიხეილ სარჯვალოსთან ერთად მოვინახულეთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამართვა, სერვისების გაუმჯობესება და ზუსტად ამ კუთხით დღეს აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტობრივად ერთ მთლიან დაუფიქსირებულ კომპლექსად შენდება დამატებითი 3 სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის სასწრაფო დახმარების გადაუდებელი ცენტრის შენობა, ასევე ბათუმის პირველი პოლიკლინიკა და ბოლო ეტაპზე იქნება ბავშვთა პედიატრიული ცენტრის დასრულება. ეს პროექტები უკვე აქტიური ფაზაში არის. დღეს ფაქტობრივად ხედავთ ჩვენ, რომ სამუშაოები მიდის ბოლოსკენ. წლის ბოლოს ეტაპობრივად წლის ბოლოდან დაიწყება ამ ობიექტების ჩაბარება. რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობა, სულ რაღაც რამდენიმე თვე დარჩა და უკვე გაიხსნება, დასრულდება მშენებლობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდება აღჭურვა. რა თქმა უნდა, პირველი პოლიკლინიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამბულატორიულ დაწესებულებებს შორის ჩვენი რეგიონის დონეზე ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლისათვის ღირსეული გარემო შექმნა და თითოეული მოქალაქისათვის ღირსეული პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული ყველა სერვისის მიწოდება.